გამარჯობა, ეს არის უნი პოდკასტი და დღეს ვისაუბრებთ მოლოდინებზე და რეალობაზე სტუდენტური ცხოვრების შესახებ. Როგორი წარმოდგენა გქონდა სტუდენტობაზე და რა დაგხვდა რეალურად უნივერსიტეტში. ჩვენი სტუმარი დღეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თეა კაციტაძე. გამარჯობა თეა. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩემთვის ეს დიდი პატივია. მე გახლავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და ამჟამად გახლავართ მეორე კურსზე. როგორია შენი სტუდენტური ცხოვრება? რამდენად აქტიური ცხოვრება გაქვს ან დაახლოებით როგორია ხოლმე შენი ყოველდღიურობა უნივერსიტეტში? მოდი დავიწყებ პირველი კურსიდან. პირველ კურსზე ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ აქტიური ვიყავი, რადგან ჯერ კიდევ მუშაობა არ მქონდა დაწყებული და ხელს არაფერი არ მიშლიდა. და ეს აქტიურობა შემოიფარგლებოდა ბანაკებში, სხვადასხვა ბანაკებში წასვლით, აი თუნდაც უნლაბის კურსებში ჩართვით და ასევე ეხლა უკვე კონფერენციებზეც გადავედი, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობ, მაინც ვცდილობ, რომ კვლავ აქტიურად ვიყო ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. და მუშაობამ ხელი არ შემიშალოს და ვცდილობ დავაბალანსო, ესე რომ ვთქვათ, სამუშაო და სტუდენტური ცხოვრება. სანამ გახდებოდი სტუდენტი, აბიტურიენტობის დროს, ან თუნდაც მანამდე, სანამ სკოლაში სწავლობდი, როგორი წარმოდგენა გქონდა სტუდენტობაზე და რა მოლოდინი გქონდა, როდესაც აბარებდი გამოცდებს? რა თქმა უნდა, სტუდენტებისგან ყოველთვის მესმოდა ის, რომ აი აბიტურიენტობა არც იმდენად რთულია, როგორც ჩვენ ვფიქრობ და აი სტუდენტობა უფრო მეტად რთულია, იმიტომ რომ გამოცდები გაქვს ძალიან ხშირად, ანუ რაც მოიცავს შუალედურებს, ფინალურებს და ასე შემდეგ. თუმცა ეს სრულიად ანუ განსხვავებული საკითხებია, ანუ იმ დროს, როცა შენ ხარ აბიტურიენტი, ფიქრობ მხოლოდ იმ გამოცდებზე, რაც შენ წინ გელოდება, ანუ ეროვნულ გამოცდებზე და არ ფიქრობ იმაზე, რა გელოდება აი როცა სტუდენტი გახდები, რამდენად რთული იქნება ეს გამოცდები, იმიტომ რომ შენ ჯერ ხარ კონცენტრირებული ამ კონკრეტულ გამოცდაზე და მის გარდა ვერაფერზე ვერ ფიქრობ და არაფერს არ გეშინია. თუმცა რაღაც მომავლის შიშები ყველას გვაქვს, რომ აი რა მოხდება, რომ ჩემ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოხვდე, ანუ პირველ რიგში ჩემი აზრით ეს შიშები დგას აბიტურიენტის გონებაში და არა ის, რომ ეს გამოცდა უფრო რთული იქნება თუ ის გამოცდა, რომელიც უნივერსიტეტში მე დამხვდება. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ალბათ არის ადაპტირება იმ გარემოსთან განსაკუთრებით სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩამოდიან რეგიონიდან და ახლიდან უნდა დაიწყონ, ესე რომ ვთქვათ, თავისი ცხოვრება. გარემოსთან შეგუებაც უნდა მოახდინონ გარკვეულწილად, ხო? და კიდე აი მეგობრების გაჩენის მომენტიც არის, ხო? რომ ზოგს მაგალითად უჭერს. მე მაგალითად, როდესაც სანამ სტუდენტი გავხდებოდი, არანაირი მოლოდინი არ მქონდა სტუდენტობასთან დაკავშირებით და არც რაღაც წარმოდგენა მქონდა და არც რაღაც სურვილი, რომ აი ესეთი გარემო მინდა რომ დამხვდეს, აი სრულიად ინდიფერენტულად ჩავაბარე. და საერთოდ აი ნეიტრალურად ვიყავი, არც კარგი მოლოდინი ან კარგი წარმოდგენა მქონდა და არც ცუდი, საერთოდ აი ნეიტრალურად ვიყავი. ნუ ალბათ ბევრი ფაქტორისგან იყო ეგ გამოწვეული, მაგრამ იშვიათად მესმის ხოლმე, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ვინმე აბარებდეს, ანუ იმ დამოკიდებულებით, რაც მე მქონდა, ხო? და რავი, ძირითადად ძალიან დადებითი მოლოდინები აქვს ხოლმე სტუდენტობასთან დაკავშირებით. ეხლა მაინტერესებს როგორი იყო შენი პირველი ლექცია, რა შთაბეჭდილება დაგიტოვა, როდესაც უშუალოდ აღმოჩნდი აუდიტორიაში, უნივერსიტეტის კედლებში და მოგიწია, რომ პირველი ლექცია მოგესმინა. პირველ ლექციაზე ძალიან არ მინდოდა რომ დამეგვიანებინა. ან მეგონა რომ ესე ვთქვათ, საყვედურს მივიღებდი, როგორც აი სკოლაში ხდება ხოლმე, ანუ ჯერ კიდევ სკოლის გარემოს ვიყავი შეჩვეული და ანუ ეს დაგვიანება ძალიან მაწუხებდა, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ 5 წუთით მაინც დავაგვიანე, ანუ არავის არაფერი არ შემოჩნევია, არც ლექტორს, არც სტუდენტებს. ანუ ისე შევედი, ვითომც არაფერი და აი რაღაცა აი უბრალოდ ადამიანს უსმენ რა.
და რა თქმა უნდა გაგიკვირდა ხო ეგეც ხო, ანუ გამიკვირდა რომ ანუ არავინ არ გიმჩნევს, ჩვეულებრივად უბრალოდ შედიხარ, როცა გინდა გამოხვალ. ანუ არავინ არ გეკითხება, აი რატომ დაიგვიანე, დროზე რატომ არ მოხვედი და ანუ ესე ვთქვათ, სასკოლო ფარგლებს უკვე ანუ რადიკალურად ცდება რა, ესე რომ ვთქვათ, ისაც უნივერსიტეტში ხდება. და თავდაპირველად ერთ ლექტორს მასწავლებელიც კი დაუძახე შემთხვევით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩემი ენის აპარატი არ იყო მიჩვეული ამ სიტყვა ლექტორს რა, ანუ ხო და მაინც არის ცოტა დრო დამჭირდა რომ შევჩვეულიყავი. ის ფაქტორიც არის რა, აი ის გავლენა მაინც მოყვება სკოლიდან პირველ კურსზე, სანამ ახალ გარემოში ადაპტაციას მოახდენ, ხო? და აი მაგ თემასაც რო შევეხოთ, ანუ ხო ამბობენ ხოლმე, რომ სკოლასთან შედარებით გრაფიკი არის თავისუფალი უნივერსიტეტში და ნუ სწავლად შესაბამისად უფრო თავისუფალია. მართლა ესე აღმოჩნდა შენ შემთხვევაში, შენი გამოცდილებით? ამ შემთხვევაში პირველ კურსზე რადგან რამდენიმე საგანს ადმინისტრაცია გვისვამს, მაგას ვერ ვიტყოდი, რადგან მხოლოდ ორი საგნის შემთხვევაში გვქონდა ის გრაფიკი აგვერჩია, რაც ჩვენ გვაწყობდა და გვინდოდა. ასევე როცა უკვე სავალდებულო საგნებს აღარ გისვამს ადმინისტრაცია და უკვე შენით შეგიძლია რომ ცხრილი შეადგინო, რდის თავისუფლებასაც ილიას უნივერსიტეტი ნამდვილად გვაძლევს, მაინც არის ის პრობლემა, რომ აი იმ საგნებს ვერ ასწრებ, რაც გინდა და შესაბამისად მე გრაფიკი გერევა. მაგრამ მაგ პრობლემას თუ არ ჩავთვლით, სხვაგვარად შემიძლია ვთქვა, რომ ილიას უნივერსიტეტში ნამდვილად გაქვს იმის თავისუფლება, რომ შენს ესე ვთქვათ, გემოზე შეადგინო გრაფიკი, რადგან უნივერსიტეტი თვითონ არ გიდგენს ცხრილს, როგორც სხვა უნივერსიტეტებში შეიძლება მოხდეს ეს. გარდა პირველი კურსის აი პირველი კურსის პირველივე სემესტრი, მეორე სემესტრი არ მახსოვს თუ იყო ეგრე, მაგრამ პირველი სემესტრი იყო ნამდვილად. ხო და შენი მოლოდინი გამართლდა თუ არა და რამდენად დადებითი განწყობით იყავი, როდესაც უკვე გაიცანდი საუნივერსიტეტო ცხოვრებას და სტუდენტობას? რა თქმა უნდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი გამართლდა, რადგან ანუ ზოგადად ინფორმაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების შესახებ უკვე მოძიებული მქონდა ნამდვილად. ღია კარის დღეებზე მართალია ვერ დავდიოდი აქტიურად, თუმცა ონლაინ სივრციდან საკმაოდ აქტიურად ვადევნებდი თვალს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე სხვა უნივერსიტეტებსაც. ონლაინ შეხვედრებში ვიყავი ჩართული, აი საინფორმაციო შეხვედრებში და ვებსაიტიც გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ უნივერსიტეტზე ასე თუ ისე რაღაცა წარმოდგენა შეგვექმნას. და ანუ სულ ესე ჰარი-ჰარალოზე არ მივიდეთ უნივერსიტეტში. ანუ მაინც რაღაც ფაქტორებმა წარმოდგენა შეგიქმნა, ხო? კი. მათ შორის აი საინფორმაციო შეხვედრები, რომელიც ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა გამართული თავიდან. როგორია თვითონ სწავლის პროცესი შენი გამოცდილებიდან უნივერსიტეტში, რა გეგონა აი სწავლის მომენტში, როგორ იქნებოდი და როგორია ახლა რეალურად? აი როგორ აბალანსებ თუნდაც სხვადასხვა საგნებში მეცადინეობას სწავლას, როგორ აპრიორიტეტებ საგნებს ან დავალებებს და მე შენთვის თავისუფალ დროს როგორ იტოვებ? ვინაიდან მე ვსწავლობ ისტორიის პროგრამაზე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სხვა საგნებთან შედარებით, რომელიც საერთოდ არ ეხება ისტორიას, არის ნაკლებ პრიორიტეტული და მეტად პრიორიტეტულია ისტორიის საგნები, რომელიც მე მომავალში ჩემს პროფესიაში უნდა გამოვიყენო და გამომადგეს. ვინაიდან სწავლის პარალელურად მუშაობ, ამის გამო მკაცრად მიწევს დროის მენეჯმენტი, ანუ კონტროლი, ესე რომ ვთქვათ. და მკაცრად მაქვს გაწერილი დროები, რომელშიც უნდა ჩავატიო ამა თუ იმ საგნის, ასე ვთქვათ, მეცადინეობა, რომ ანუ მე სხვა საგანიც მოვასწრო და მაგალითად ჩემი თავარი წესი არის რომ არ უნდა ჩამოვრჩე აი რამდენიმე კვირით სილაბუს არ უნდა ჩამოვრჩე, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უკვე ძალიან რთული იქნება თუნდაც მაღალი ქულის შენარჩუნებაც და საერთოდ ის რომ საგანს ფეხი ავუწყო შემდგომში, ანუ ესე
უცებ 2 დღეში მართლა ფინალურისთვის მასალას ვერ აითვისებ ფიზიკურად და ამიტომ როცა თან სტუდენტი მუშაობს კიდეც აი მარტო ანუ სწავლის მოსწრებაზე არ არის გადაღლილი გაქვს სხეული, გონება, დროის ფაქტორიც არის რომ ანუ ძალიან მცირე დრო გრჩება სამეცადინოდ, ასევე ლექციებზე სიარულიც უნდა მოასწრო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ერთმანეთში ირევა და ხანდახან შეიძლება ვერც შეძლო, ანუ შეიძლება ამოვარდე იმ გრაფიკიდან და აი გადარბენებზე იყო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებლად უნდა ჩაჯდე ისევ იმ გრაფიკში შენივე კეთილდღეობისთვის. ხო, ეგ თავისთავად რა თქმა უნდა იმ უნარსაც უნვითარებს სტუდენტებს, რომ გადაანაწილონ დროს სწორად და დრო ეფექტურად მენეჯმენტის ხრევ ძალიან. კარგი, მოდი ახლა ვისაუბროთ პირველ გამოცდაზე. როგორ ელოდებოდი პირველ გამოცდას და როგორ ჩაიარა რეალურად? სიმართლე გითხრათ, ალბათ სტრესის ფონზე არ მახსოვს უფრო კარგად პირველი გამოცდის ამბავი, მაგრამ ვიცი რომ ვინერვიულებდი ძალიან. რამაც ეს გამოიწვია ჩემს ტვინში, რომ ძალიან ანუ ნაკლები ინფორმაცია შემომრჩენოდა ამ ფაქტის შესახებ. და ანუ მე რომ მიაზრებ, რომ თურმე არც ისეთი რთული ყოფილა, როგორც გეგონა, ანუ რეალურად ახლა გამოცდის ნერვიულობის ერთ-ერთი ფაქტორი ის არის, რომ მასალა არ იცი. და მეორე ფაქტორი შეიძლება ის იყოს, რომ ანუ შეიძლება მასალა იცოდე, მაგრამ მაინც ნერვიულობდე, რადგან გამოცდილება არ გაქვს. ანუ პირველ კურსელი ხარ, ჯერ ახლა შემოხვედი უნივერსიტეტში, სკოლაში ესე რომ ვთქვათ, ეს გამოცდილების მიღების მიღება, ანუ თითქმის არ გაქვს. და სრულიად, ანუ სხვა ვითარება გვხდება რა, ანუ იმხელა სტრესი შენზე აღარ მოდის, აი მშობლების მხრიდან მაგალითად, რომ შენს გამოცდებს ეჯდნენ დღე და ღამე, აი რას იზამ, იმიტომ რომ შენი მშობლები უკვე შენს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულნი აღარ არიან. ანუ ისინი დარჩნენ შენს სასკოლო ცხოვრებაში და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უკვე აღარ გადმოყვებიან და შესაბამისად თან თელ პასუხისმგებლობას მე შენ იღებ შენ თავზე და ეგეც რაღაც მომენტში შეიძლება უფრო მეტად გსტრესავდეს, ხო? კი, ანუ შენი მომავალი შენს ხელშია, აი ამას იაზრებ რა, უკვე ანუ მე თუ ვისწავლი ესე იგი, კარგად ჩავაბარებ ამ გამოცდას, თუ არ ვისწავლი, რა თქმა უნდა, ვერ ჩავაბარებ ამ. ჩემთვის აი რაღაც ცოტა უცნაური შეგრძნება იყო, სხვები ამბობდნენ, რომ აი ნერვიულობ და რაღაც და ნუ რა თქმა უნდა, რაღაც გამონაკლისი შემთხვევა იყო. უკვე ბოლოს მე-4 კურსზე რო ვიყავი ერთ-ერთ საგანზე ვინერვიულე, იმიტომ რომ მაგ დროს ვამთავრებდი და ნუ აი მაგ მომენტში რა თქმა უნდა ვინერვიულებ, თუმცა როგორც აღნიშნე, არც ეროვნული გამოცდების წინ, არც პირველ კურსზე არ ვინერვიულებ გამოცდებზე. თუმცა ალბათ ისიც მეხმარებოდა მე, რომ ჩემთან სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, ყოველი სემესტრის ბოლოს წერდით ხოლმე გამოცდებს, ანუ გამოცდის ტიპის ტესტებს ყველა საგანში და ალბათ მაგანაც რაღაც გამოცდილობა რომ მომცა, ნუ შესაბამისად უკვე ნერვიულობა აღარ იყო ჩემთვის რა საჭირო. აი ამისგან განსხვავებით, როცა შენ ამბობ, რომ აი გამოცდის ტიპის ტესტებს ძალიან ხშირად წერდით, ჩემს სკოლაში სამწუხაროდ ეგრე არ იყო და ალბათ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაამთავრა ეგრე სკოლა როგორც მე და სავარაუდოდ ეგეც იქნებოდა ერთ-ერთი ფაქტორი ეროვნულებზე ნერვიულობის და ისიც რომ აი მასწავლებლებს და აი მშობლებს იმედები არ გაუსრულო. ალბათ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი, რომ აი შენს გარშემო მყოფებზე ამდენს ფიქრობ, რომ მათი იმედები გაამართლო. კი და რაღაც მხრივ შეიძლება ისიც რომ საკუთარ თავს უწესებ მაღალ სტანდარტებს და არ გინდა რომ შენ თავსაც გაუოცრუო იმედი, ხო? კარგი, ეხლა ცოტა მსუბუქად შევხედოთ სიტუაციას და გამოცდებს და შენთვის რა ხდება ხოლმე სინამდვილეში გამოცდის წინაღამეს? როგორია გამოცდის წინაღამე? რა თქმა უნდა, როგორც ყველა სტუდენტი, არც მე მაქვს იდეალური დროის მენეჯმენტის უნარი და არის მაგალითად გამოცდებს აქვს სხვადასხვა სირთულე, ანუ ზოგი გამოცდა შენთვის შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, ანუ ზოგი საგნების მიხედვით რა.
და ზოგი შეიძლება იყოს ძალიან რთული. ანუ ზოგ საგანში გეშინია რომ ვერ ჩააბარებ საერთოდ, ზოგში დარწმუნებული ხარ რომ ძალიან კარგად ჩააბარებ და აი იმდენი თან გადაყოლაც ზედ არ გჭირდება. მაგრამ ცხოვრებაში მქონია რამდენიმე ისეთი გამოცდა რომ აი წინა ღამეს, ანუ მთელი ღამე, რასაც თქვა, გამითენებია მეცადინეობაში. ასევე აი ავტობუსში რომ ჩამსხდარ ვარ უკვე იქაც კი გამიშლია. აი დრო არ დავკარგო. აი ლეპტოპით წამომიღია, გამიშლია შუა ავტობუსში და აი ვზივარ და ვიმეორებ ამ მასალას, სანამ არ შევალ აუდიტორიაში, აი ბოლო წამამდე. რამდენიმე წუთიც კი დავრჩენილი ვარ გარეთ და დაგვიანებით შესულა რომ იმის ესე ვთქვათ გადახედვა მომესწრო, რასაც მე მნიშვნელოვნად მივიჩნევდი და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვან დროდ ვთვლი მაგ დროსაც, იმიტომ რომ აი შეიძლება ეს მთელი ღამე მეცადინეობისგან რაღაც ფაქტები იმდენად კარგად ვერ დაიმახსოვროთ და გამოგრჩეს კიდეც, რაც რეალურად მართლა მნიშვნელოვანია და შეიძლება ტესტში შეგხვდეს და აი დილას უკვე ესე ვთქვათ ფრიზელი გონებით რომ გადახედავ, მე უკვე უფრო სხვა თვალით ხედავ რა და უფრო ხვდები კიდეც რა შეიძლება შეგხვდეს. და აი წინა ღამეს კონცენტრირებული ხარ რომ ეს მასალა მთლიანად აითვისო და აი დილას უკვე გადამეორების მომენტი გაქვს ესე რომ ვთქვათ ტვინში. ძირითადად პირველ კურსზე სტუდენტების უმეტესობას აქვს წარმოდგენა რომ აი ყველა საგანს ჩააბარებს პირველივე ცდაზე. შენ შემთხვევაში გქონდა თუ არა მაგის მოლოდინი, იმედი რომ პირველივე ცდაზე ჩააბარებდი საგნებს და როგორ მიდის ახლა რეალურად სწავლა? ანუ საგნის ესე ვთქვათ შეტენვას გულისხმობთ ხო? რომ დავაკონკრეტო. ანუ მე ჩემს თავთან მაქვს დაწესებული ესეთი სტანდარტი, რომ საგანი არ უნდა შემეტენოს. რადგან ეს რა თქმა უნდა მოქმედებს ჩემს რეიტინგზე, ანუ GPA-ზე, ეგრეთ წოდებულ და სტუდენტები, რომლებიც გეგმავენ მაგისტრატურის გაგრძელებას, დოქტორანტურის, სამომავლოდ ან თუნდაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, იმათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ GPA ჰქონდეთ მაღალი და არ დავარდეს. და მე აი პირველი კურსიდან განსაზღვრული მქონდა, რომ საზღვარგარეთ მინდოდა ჩაბარება და რა თქმა უნდა საგანს ვერ შევიტენიდი, ანუ არ მივცემდი ჩემ თავს უფლება, რომ საგანი შემეტენა, რადგან ეს ძალიან დააგდებდა ჩემს რეიტინგს და უკვე მე ამაზე მუშაობა ბევრად უფრო რთულია. ამიტომ ჯობია თავიდანვე გაიწვალო თავი და არ შეგეტენოს და შენი GPA შეინარჩუნო კარგად, ვიდრე მე აი ბევრი წვალების შედეგად როგორღაც ნორმალური GPA შეგრჩეს ბოლოში. და რადგან ამას ვცდილობდი გამომივიდა კიდეც საბედნიეროდ და იმედია ესე გაგრძელდება, ჯერ არც ერთი საგანი არ შემტენვია, ესე რომ ვთქვათ და საკმაოდ ნორმალური GPA მაქვს, მინდა ვთქვა. არის თუ არა ისეთი საგანი, აი თავიდან რო არ მოგწონდა საერთოდ და მე უკვე სემესტრის ბოლოს შეგიყვარდა ან მოგეწონა. კი, მაგალითად აკადემიური წერის ტექნიკები, თავიდან აი რამდენიმე კვირა ისე დავდიოდი, რომ საერთოდ არაფერი არ მესმოდა, ანუ ლექტორი კი მომწონდა, მაგრამ საგანს ვერ ვუგებდი, ანუ იმდენად დასტრესილი ვიყავი, ანუ მან ძალიან ბევრ მასალას გაძრევენ თავიდანვე აკადემიურ წერაში, რომ ბევრი მასალა უნდა გადაიკითხო, მე იქ დავალებები უნდა შეასრულო, ანუ ყველაზე დატვირთული საგანი ჩემთვის პირველ კურსზე, ანუ თან პირველივე სემესტრში იყო ეგ საგანი და საერთოდ აი რაღაც დეტალებს ვერც ვუგებდი რა უნდა მექნა. და აი უკვე პირველი შუალედური რომ ჩავაბარე, მე მივხვდი რეალურად საგნის არსს და იმისთვის რომ ეს საგანი მე შემყარებოდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა ლექტორმა, რომელიც მართლა მთელი გულით გვიხსნიდა მასალას და თუ ლექციებს არ გაასწენდი, რა თქმა უნდა, საგნის არსსაც ჩვენივრად გაიგებდი და მე უკვე ნენელა გავაანალიზე კიდეც, რომ აკადემიური წერის ტექნიკები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი, რაც სტუდენტმა შეიძლება უნივერსიტეტში გაიაროს, რადგან შემდგომ უკვე პრეზენტაციის გაკეთებაში, რეფერატის დაწერაში, თუნდაც საბაკალავრო, სამაგისტრო და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი აკადემიური ნაშრომი, რომელსაც შენ შექმნი, ყველგან უნდა გამოიყენო ეს აკადემიური წერის ტექნიკები.
ხო. კაი, მოდი გადავიდეთ უკვე სწავლაზე და გართობაზე და მაგის დაბალანსებაზე, როგორ ხდება სტუდენტური ცხოვრების დროს. და შენი გადმოსახედიდან მართლა შესაძლებელია, რომ სწავლა და გართობა ისე დავაბალანსოთ, რომ არც ერთ ასპექტში რაღაც დანაკლისი არ ვიგრძნოთ. აი, ჩემი აზრით, ბოლომდე ვერც ერთ ვერ შეავსებ, მაგრამ უნდა ეცადო. ხო. იმიტომ რომ როცა სტუდენტი ხარ, მით უმეტეს საქართველოში, მხოლოდ სწავლით ვერ შემოიფარგლები, ანუ თუ ეკონომიკურად ზურგი ძალიან არ გაქვს გამაგრებული, აუცილებლად გიწევს მუშაობა. გააჩნია იმასაც, სად მუშაობ, კვირაში რამდენი დღე მუშაობ და რამდენი დღე გრჩება სწავლისთვის. პირადად ჩემ შემთხვევაში 5 დღე ვმუშაობ კვირაში და 2 დღე ვისვენებ. ეს 2 დღე განკუთვნილი არის, რა თქმა უნდა, ლექციებისთვის. დანარჩენ დღეებში ვცდილობ, რომ ანუ სამსახურიდან მოსვლის მერე რადგან მრჩება, იმაში ჩავეტიო და ვიმეცადინო, რომ ლექციებზე მომზადებული მოვიდე და ეს სალექციო დღეებში უკვე ანუ ჩემს მეგობრებსაც ვხვდები და ჩემი მეგობრების დანახვა ჩემთვის არის ერთი დიდი სიამოვნება და იმათთან ერთად უკვე რადგან 6-მდე ძირითადად სულ ლექციები მაქვს საღამოს საათებში ვახერხებ ხოლმე გასვლას. ამიტომ დიდი დრო მაინც დიდად გართობას ვერ ეთმობა ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ გართობაც ხარისხიანი იყოს, ხო? კი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სამსახურის სწავლაზე არ იყო კონცენტრირებული და შენს თავსაც გამოუყო პირადი დრო და შენს მეგობრებთან ერთად რომ სადმე გახვალ და აი გამოყოფ რამდენიმე საათს გასართობად, სინდისწარ უნდა ტანჯავდეს იმაზე, რომ აი ახლა შენ უნდა იჯდე და სწავლობდე. რადგან შენ თუ ანუ შენ თავი ესე რომ თქვა ხანდახან არ გაანებივრე, მერე უკვე ანუ სტრესიც გამოიწვიოს მაგას. ესე რა თქმა უნდა, რომელსაც ვერსად ვერ დახარჯავ. ხო, და შენ თავში დაგროვდება. რაც არ უნდა სწავლაზე ორიენტირებულები და მოტივირებულები იყვნენ სტუდენტები, არ უნდა დაგვაჭრდეს ის, რომ მაინც ახალგაზრდები არიან, ხო, ძირითადად 18-დან 20 რაღაცა წლამდე და მაინც ჭირდებათ გართობა, რაც არ უნდა იყოს, აი ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მართლა სწავლაზე ორიენტირებული იყო, რაღაც მომენტებში გჭირდება ხოლმე, რომ თუნდაც განტვირთვის დღე ან გართობის ან მეგობრების თვის გამოყო დრო, ხო? კი, ანუ თუ აი კვირაში ერთ დღეს ვერ ახერხებ რომ გამოყო, აი 2-3 კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად შენი თავისთვის დრო უნდა გქონდეს გამოყოფილი, ანუ შენივე კეთილდღეობისთვის, ესე რომ ვთქვათ, რომ ბოლოს ძალიან არ გადაიწვე. ხო, და რადგან გართობაზე ვსაუბრობთ, აი მაგალითად სკოლის პერიოდში ხო ვუყურებდით ფილმებს, სადაც სტუდენტური წვეულებები და რაღაცა ფარტი და გართობები ცოტა სხვანაირად იყო დანახული, ანუ სხვანაირად გვაჩვენებდნენ და რაღაც წარმოდგენებს ხო გვიქმნიდნენ და რეალურად როდესაც მოვხვდით მე მაგ გარემოში, ანუ სტუდენტურ ცხოვრებაში და მოგვიწია ეგ რაღაც წვეულებაზე, რაღაც ამ ივენთებზე წასვლა, ისეთი შეგრძნება დაგიტოვა და გაგიმართლა მოლოდინი, როგორცაც მაგალითად ფილმებიდან ან სხვადასხვა რეკლამებიდან ან ასე შემდეგ მოელოდი. მე დიდად აი გართობის და წვეულებების მოყვარული ადამიანი არ ვარ, თუმცა რამდენჯერმე თუნდაც თვითმმართველობისგან შემხვედრია დაორგანიზებული ივენთი, ანუ ესე ვთქვათ, წვეულების. მართალია ძალიან ხშირად არ იმართება, თუმცა აი რამდენჯერმე შემხვედრია ნამდვილად, მაგრამ იმდენად ხშირად აი მთლად ამერიკული და ევროპული ფილმების ის რაც ხდება, ასე ვთქვათ, წვეულების კადრები, რაც მინახავს, მაინც მაგას ვერ დავუპირისპირებდი. იმიტომ რომ ძალიან იშვიათად იმართება ზოგადად და მაინც ქართულ რეალობაში ჩემი აზრით ეგეც კარგია, ანუ სულ არაფერს ჯობია. კი, ნამდვილად. და ისე შიდა საუნივერსიტეტო მხრივ ძალიან ხშირად იმართება ბანაკები, თუნდაც დედოფლის წყაროში, ყაზბეგში, ასევე სხვადასხვა საუნივერსიტეტო კლუბები, რომლებიც არსებობს უნივერსიტეტის შიგნით, მაგალითად, სამაგიდო თამაშების კლუბი, რომელიც
გვაძლევს საშუალებას, რომ გავიცნოთ მეტი მეგობრები, საერთო ინტერესები გამოვნახოთ და ასევე არა მარტო ეს კლუბი, არამედ ბევრი სხვა კლუბი არსებობს შენი ინტერესების მიხედვით, ანუ საერთაშორისო ურთიერთობების კლუბიც არის, როგორც ვიცი, ისტორიის და ბევრი სხვა. და შენ თუ ხარ მაგალითად როგორც მე, ანუ სწავლობ ისტორიაზე, ახლა რა თქმა უნდა ისტორიის კლუბში და შენი ინტერესის ადამიანებს გაიცნობ. რაც ძალიან კარგია, მე უკვე სამომავლოდ ნეტვორკინგის შენარჩუნებისთვის, ესე ვთქვათ, ანუ კავშირების ჩამოყალიბებისთვის უნივერსიტეტში და შემდგომ უკვე სამომავლოდ ძალიან კარგად შეგიძლია ამ ყველაფრის გამოყენება. ანუ უნივერსიტეტი არის სივრცე, რომელიც გაძლევს ამის საშუალებას, რომ სხვადასხვა კავშირები შეიძინო, ესე რომ ვთქვათ და სხვადასხვა მიმართულებით, ვინც სწავლობს, იმასთანაც დამყარო რაღაც კავშირები და მრავალფეროვანი სამეგობრო წრე გაიჩნო თუნდაც, ან უბრალოდ გაეცნო სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ხო და მე შენც უფრო მეტად გიმნითარდება რაღაც სოფლის მხედველობა, უფრო ფართოვდება, ხო? კი და მეც იგებ ამ მიმართულების შესახებ, ანუ მარტო შენს მიმართულებაზე არ ხარ კონცენტრირებული და თუ რაიმე ღონისძიება იქნება მათი პროგრამის მიმართულებით, შემდგომ უკვე შენ შეგიძლია მიიღო გამოცდილება, ანუ რადგან მათგან გაიგებ ამის შესახებ რა. და უნივერსიტეტში არსებული სხვადასხვა კლუბები, მაგალითად როგორც არის სამაგიდო თამაშების კლუბი, საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი და სხვა მიმართულების კლუბები, რომლებიც ნელ-ნელა იმატებს და იმატებს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ინტერესის სფეროში შევიძინოთ ახალი მეგობრები, გავუზიაროთ ჩვენი აზრები, ასევე გვეძლევა იმის საშუალება, რომ დავწეროთ სხვადასხვა პროექტები და თვითონ ჩვენ ვიყოთ, ესე ვთქვათ, განმხორციელებელი პირები ამ პროექტების. რაც გვაძლევს თავისთავად პრაქტიკულ გამოცდილებასაც და ასევე ჩემთვის, ანუ ჩემს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა უნილაბში გავიარე სხვადასხვა კურსები მარკეტინგის მიმართულებით მაგალითად, რამაც მომცა უდიდესი გამოცდილება და ასევე შევიძინე ძალიან საინტერესო მეგობრები იმ სფეროში, რომელიც მაინტერესებდა, ანუ მართალია ისტორიაზე ვსწავლობ, მაგრამ მარკეტინგიც ამის პარალელურად რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის ჩემი ერთ-ერთი ინტერესის სფერო და ვარ ამ ხრივ ძიების პროცესშიც, ესე რომ ვთქვათ. ხო, მეგობრები ვახსენეთ და მეგობრების გაჩენა. რამდენად მარტივია მეგობრების შეძენა უნივერსიტეტში? შენ რამდენად მარტივად შეიძინა მეგობრები და თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი თავს არაკომფორტულად გრძნობდი, იმიტომ რომ ვერ გამოხატავდი ინიციატივას ვინმე გაცნობის ან დაახლოების, აი რომ დაუახლოვდე და დამეგობრდე. თავიდან ანუ მეც ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვიყავი, ესე რომ ვთქვათ, ანუ არ ვიყავი ისეთი ადამიანი, რომ ვინმესთან პირდაპირ მისულიყო და აი ესე რაღაცა უცებ დამეგობრებოდა რა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც მე თავიდან თვითონ გამიცნეს, იყვნენ იმდენად აქტიურები და აი შეეძლოთ, რომ ნებისმიერ ადამიანთან მისულიყვნენ და უბრალოდ დამეგობრებოდნენ და მეც მე უკვე როცა ესეთ ადამიანებთან აქტიური შეხება მქონდა, მე თვითონაც უფრო გახსნილი გავხდი და აღარ მიჭირდა იმდენად საზოგადოებაში გარევა და სხვადასხვა მიმართულებით მეგობრების შეძენა, ვიდრე მანამდე, ანუ როცა თავიდან მოვედი უნივერსიტეტში. ანუ ეს უკვე ნელ-ნელა თვითონ წამოვიდა რა, ჩემში ეს რომ ვთქვათ. რადგან სკოლის პერიოდში უფრო ჩაკეტილი ვიყავი და უნივერსიტეტში გადმომყვა ეს ყველაფერი და მე უკვე ნელ-ნელა როცა აი როგორღაც მეგობრები შევიძინე, რადგან თვითონ გამოიჩინეს ინიციატივა და რადგან ესეთი გახსნილი ადამიანები იყვნენ, მეც მათნაირი გავხდი შემდგომ. ესე ვთქვა. აი ეხლა შეგძლოს მაგალითად დროში დაბრუნება ან შენ პირველ კურსელ თავს რა რაღაც რჩევა მისცენ, რაღაც უთხრა,
მეგობრების გაჩენასთან დაკავშირებით რა სიტყვები, რომ მაგალითად უფრო თავისუფალი იყოს, უფრო გახსნილ თუ როგორ, ანუ უფრო კარგი კომუნიკაცია რო დაგემყარებინა შენ კურსელებთან, აი მაგ მხრივ რას ეტყოდი შენ თავს? ჩემ თავს ვეტყოდი, რომ არ ეშინოდეს იმის, ანუ არ ფიქრობდეს იმაზე, თუ რას ფიქრებენ მასზე სხვები. თუ სხვა არ გამოიჩენს ინიციატივას არაუშავს, შენ უნდა იყო ინიციატორი, რადგან ანუ ყველაფერი თავისით არ მოხდება და ვერ მოხდება. ანუ ზოგჯერ საჭიროა რომ შენ გადადგა ნაბიჯი, ანუ სხვას არ უნდა დაელოდო. თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში რამე მოხდეს და წინ წახვიდე, განვითარდე, საჭირო ადამიანები გაიცნო, აუცილებლად შენ უნდა იყო ინიციატორი და სხვის ნაბიჯს არ უნდა დაელოდო, რაც ჩემს შემთხვევაში რა თქმა უნდა პირიქით მოხდა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში გამიმართლა და ვისურვებდი რომ აი მეტად გახსნილი ყოფილიყავი, ანუ არ ვიყო ჩაკეტილი ჩემს თავში, ხოლოდ ჩემთვის არ შევინახო ეს ფიქრები და აი არ უნდა იფიქრო იმაზე რომ სხვები ყოველთვის გაგჭიან შენ, ანუ ცოდნით, განსაკუთრებული ცოდნით არავინ არ იბადება, ჩვენც ანუ ნენელა ვსწავლობთ, ამისთვის ხარ სტუდენტი, რომ ისწავლო, განვითარდე და გახდე ის ადამიანი, ვინც გინდა რომ იყო. მადლობა. და აი ბოლოსკენ მაგალითად რა სიტყვები იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ რაღაც განსაკუთრებული მოდინი, ან აქვთ და არიციან როგორ მოემზადონ სტუდენტობისთვის, რა უნდა გააკეთონ, ან რამდენად დაისტრესონ წინასწარ-თავი, აი მაგ მხრივ რა რჩევას მისცემდი აბიტურიენტებს. სკოლის პერიოდში, აი თუნდაც კლასიდან კლასში გადასვლის პერიოდშიც კი წინასწარ ვისტრესავდი თავს, რომ აი მომდევნო კლასის მასალა იქნება უფრო რთული და მე ამის ათვისებას ვერ შევძლებდი. ანუ თუნდაც ისეთი საგრემიც ხო ემატება, რაც მანამდე არ გისწავლი, ანუ სკოლის პერიოდიდან რომ დავიწყოთ. და ანუ მე გადადიხარ შემდეგ კლასში და ხვდები, რომ აი თურმე არაფერი არ ყოფილა. ზუსტად იგივენაირად არის უნივერსიტეტშიც. რაც უფრო მაღლა და მაღლა ადიხარ, ანუ შემდეგ საფეხურზე გადადიხარ, მით უფრო ადვილი ხდება შენთვის პროცესი, რადგან უკვე ნენელა უკვე შესწავლილი გაქვს ეს გარემო, ანუ რაღაც ტექნიკებსაც ამუღამებ, ყავს ის ადამიანები, რომლის დახმარების იმედი გაქვს და შენი თავისთვის, ანუ შენებურად გაქვს შემუშავებული უკვე ტექნიკა, ანუ აი პირველ კურსზე რომ მოხვედი და არ იცოდი თუნდაც გამოცდისთვის როგორ უნდა მომზადებულიყავი, აი რომ გადალახავ ამ პირველ კურსს, მეორე კურსისთვის უკვე იცი რომ აი შენ ხარ ესეთი ადამიანი და ყველა ახლა ვერ დაჯდება 2 საათი და ვერ იმეცადინებს უბრალოდ აი რაღაცის გადმოწერით და ისე ვერ დაიზეპირებს, ხო? ანუ ყველას გვაქვს სხვადასხვანაირი მეხსიერება, ყველას შეიძლება სხვადასხვა ტექნიკები, კი. ზუსტად, ანუ ყველაზე ერთი მიდგომა ვერ იმუშავებს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი მეხსიერება გვაქვს და ანუ ყველას შეიძლება ეს მონოტონური სწავლის ტექნიკები არ მუშაობდეს უბრალოდ. და ვეტყოდი რომ ანუ წინასწარ არასდროს არ დაისტრესონ თავი და პირიქით ეს ანუ რაც უფრო ნაკლები სტრესი გაქვს, მით უფრო კარგად წავა ყველაფერი სწავლის მხრივაც და ცხოვრების მხრივაც ზოგადად. ხო, და ჩემი აზრით ზედმეტად კარგი მოლოდინი ან რაღაც ზედმეტად გრანდიოზული მოლოდინი არ უნდა გქონდეს არც სტუდენტობის შესახებ და არც ზოგადად რაიმე შესახებ, იმიტომ რომ დიდი შანსია იმის, რომ არ გამართლდეს ის, რასაც ელოდებოდი და სხვა რაღაც დაგხვდეს, ხო? ანუ არ არის აუცილებელი, რომ ცუდი რამ დაგხვდეს, მაგრამ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული რაღაც დაგხვდეს, რასაც ელოდებოდი და ნუ წინასწარ მაინც არ ღერს ხოლმე რაღაცებზე, მით უმეტეს ესეც აკითხე ნერვიულობა, იმიტომ რომ ყველანი, ვინც აბარებს უნივერსიტეტში და არის პირველ კურსელი, ყველა არის გამოუცდელი და ეხლა ნელ-ნელა სწავლობენ რაღაცებს და ნელ-ნელა ერკვევიან თავიანთ თავშიც და გარემოშიც. კი, ანუ განსაკუთრებით ანუ არ უნდა დაუჯეროთ სხვების გამოცდილებას, იმიტომ რომ ყველას გამოცდილება არის ინდივიდუალური, ანუ სხვას თუ არ გამოუვიდა ეს არნიშნავს, რომ შენც არ გამოგივა, ანუ რაიც იქნებ, გამოგდის, ცადე, ანუ შენი რა მიდის, ხო? კარგია სხვისი გამოცდილების მოსმენაც, ანუ გაგებაც რაღაცა ამის შესახებ, მაგრამ შენს თავზე ეს არ უნდა მიიღო, რომ არც შენ არ გამოგივა. ხო, იმის გამოცდილების
ზემოქმედების ქვეშ არ უნდა მოექცე, ხო? კი, ანუ განსაკუთრებით აი აბიტურიენტობის დროს არ უნდა გქონდეს დიდი მოლოდინება აი გრანტის შესახებ, ჩაბარების შესახებ, რომ მე უფრო არ დაგწყდეს გული, იმიტომ რომ ეს მთლად შენს უნარზეც არ არის დამოკიდებული, ანუ იქ არის ძალიან დიდი კონკურენცია, ხო? და ყველაფერს შენ უბრალოდ ვერ განსაზღვრო, ანუ ვერ წავა ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად წინასწარ, რომ მე უფრო არ გაგვიჭირდეს ამ ფაქტის მიღება. და ანუ ვურჩევდი რომ აი როცა მოხვდებიან ამ რაღაცა კონკრეტულ უნივერსიტეტში, საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრონ, ვებგვერდს გაეცნონ, არიან დეპარტამენტები, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ სტუდენტებს, როგორც მაგალითად ილია-ს აქვს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და ასევე არიან ადამიანები, აი ფაკულტეტის ხელმძღვანელები, რომლებიც ნებისმიერ დროს დადარიან დაგეხმარონ, რომ თუ რაიმე ან მაგალითად კრედიტების განაწილება იქნება ეს თუ რა, ანუ ხელმძღვანელობას გაგიწევენ და დაგაკვალიანებენ, ანუ შეკითხვის დასმის არ უნდა გვეშინოდეს. კი და რაც თავარია, ძალიან ბევრი მეგობარი უნდა შევიძინოთ პირველ კურსზე, რამდენსაც მოვახერხებთ იმდენი და არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილები და ყველა სტუდენტი ზუსტად ისეთვე მორცხვია და ისე ნერვიულობს, როგორც შენ და ანუ არ უნდა იფიქრო, რომ მხოლოდ მე ვნერვიულობ, მხოლოდ მე ვარ ჩაკეტილი, ანუ თითქმის უმეტესობა ესე ფიქრობს და ვიღაცამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი და კარგია ხოლმე რომ თუ გამოიჩენთ თქვენ თვითონვე ინიციატივას და მეგობრებს გაიჩენთ. მადლობა რომ გვიყურეთ დღეისთვის ჩვენი ეპიზოდი ეს იყო. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი და უზრუნველყოფს ჩვენ გადასაღებ სივრცეს, ტექნიკას და ასე შემდეგ. მადლობა დროებით. მადლობა.